მოგესალმებით, თქვენ ახლა გესმით, რომ ასრულებენ მუსიკოსები სიმღერას და მინდა რომ ეს მოგასმენინოთ და ამის შემდეგ დაგიბრუნდებით და მოგიყვებით სად ვიმყოფებით. თუ არ აქცალობს მომავალი ჩვენია. თქვენ მოისმინეთ ახლა ფილარმონიასთან შესრულებული ეს სიმღერა. ჩვენ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და განსაკუთრებულ მარშზე ვიმყოფებით. დღეს სულ ცოტა ხანში დაიძრებიან მუსიკოსები და მელომანები. ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე მოსული დიდ საკონცერტო დარბაზთან. შეიძლება ითქვას, რომ მარშებს, რომელსაც ჩვენ მუდმივად ვაშუქებთ, რამდენიმე წუთი ჭირდება იმისთვის, რომ შეიქმნონ ნახევარი საათი მაინც მინიმუმ, თუმცა ჩვენ ვნახეთ, რომ ამ მარშზე ძალიან ადრე ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა. აქ განან სხვადასხვა ჟანრის მუსიკოსები, როგორც აქ ნახავთ კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს, ასევე ელექტრონული მუსიკის, ფოლკლორის, როკის სხვადასხვა მიმართულებით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მრავალფეროვანია ეს პერფორმანსებს. დღეს სავარაუდოდ ადგილი ექნება მთელი მარშის განმავლობაში. ეს არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაზე ხშირად ვხედავთ სცენაზე, თუმცა ახლა გადაწყვიტეს, რომ უნდა გამოსულიყვნენ ქუჩაში და საკუთარი ხმა უნდა გაეგონათ მთელი საქართველოსთვის და არა მხოლოდ საქართველოსთვის. მე ახლა გავესაუბრები აქციის მონაწილეებს, მოგასმენინებთ მათ სათქმელს. რა თქმა უნდა, ორი მთავარი გზავნილის გარშემო არის დღეს ყველა გაერთიანებული, ახალ არჩევნებს ითხოვენ და დაკავებულების გაათავისუფლებას. უფრო მეც რას გვეტყვიან, ახლა მათგან გავიგებ. ეკა მამალაძეს ხედავ და პირველ რიგში მას ვთხოვ, რომ ისაუბროს ჩვენს ეთერში. მოგესალმებით. მინდა რომ მკითხოთ დღევანდელ დღეზე თქვენს мотиваციაზე, რატომ ხართ დღეს ქუჩაში გამოსული, რა გაქვთ სათქმე? ეს არ არის მე მგონი გასაკვირი, ყველა ჩემი კოლეგები აქ არიან და დღეს მე არ მქონდა უფლება რომ არ მოსულიყავი. და პირველ რიგში მხოლოდ ჩემი აი უდიდესი თხოვნა, მე რომელიც თუ გზნობთ თქვენ და ხვდებით, მე არასდროს არ ვარ აი ასეთ რაღაცებში, მაგრამ სადაც ჩემი ხალხია, რა თქმა უნდა, მეც იქ უნდა ვიყო, მაგრამ დღეს მე ამდენ ჩემ კოლეგების არ შემეძლო რომ არ მოსულიყავი, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც პირველი ჩემი უდიდესი თხოვნა, რომ ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც არის ჩვენი კოლეგა, ახალგაზრდა, რომელიც არ ვიცი მე და მაპატიეთ არ ვიცი გვარები, მე ვერ ვიტყვი, შეიძლება ამერიოს, ვინმე არ გამოუჩეს. ეს არის უპირველესი ჩემი უდიდესი და ჩემი ოჯახის თხოვნა, რომ ეს განთავისუფლდეს. აი ეს არის პირველი ჩემი და მთავარი გზავნილი. აი ხელისუფლებას რას ეთქოდით, რომელსაც არ ხელისუფლებას უნდა გააგონოს. გასაგებია ყველაფერი და ესეც გასაგებია, რატომ მოვედი მე აქ და ეს არის ჩემი მთავარი თხოვნა, რომ არ გვინდა ეს დაძაბულობა, ისედაც რაღაცა ირევა ყველაფერი და უნდა დავმშვიდდეთ და ეს არის ჩემი ძალიან დიდი განცდა და ყველას. თქვენს მინდა რომ აუცილებლად გკითხოთ. მოგესალმებით, როგორ ვდანდებთ? მადლობა. მინდა რომ გკითხოთ აი ამ პროცესებზე, რომელსაც თვალს ვადევნებთ 30 დღეა ქუჩაში, 30 დღეა ხალხი ქუჩაში დგას და ამ ხალხის ბრძოლამ პრინციპში შედეგი გამოიღო. ჩვენ გვესმის პარტნიორების განცხადებები, მკაცრი გაფრთხილებები, კონკრეტული დროც მისცეს შტატებიდან ივანიშვილს. რა აქვს დღეს სათქმელი იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ? უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიყოთ მაგრად, უნდა ვიყოთ მხნეთ, აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ ამ ომს, ეს არის ომი. თავისუფლება პოლიტპატიმრებს, თავისუფლება ყველა დაკავებულს, ესენი უნდა წავიდნენ, ესენი უნდა დაამთავრდნენ, იმიტომ რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება. ეს ქვეყანა იმსახურებს
ნათელ მომავალს და ჩვენი შვილები ჩვენ თუ ვერ ვიმსახურებთ, ჩვენი შვილები ნამდვილად იმსახურებენ და ეს ბრძოლა უნდა მივიყვანოთ ბოლომდე და ადამიანელი არჩევნები და თავისუფლება ყველა პოლიტპარტიისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ეს არის ორი მთავარი მოთხოვნა, რის გარშემოც ერთიანდებიან. მოგესალმებით. მინდა რომ თქვენი პოზიციაც მოვისმინოთ. დღეს გითხარით ამ პროტესტზე. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ეს მოსალოდნელიც იყო პრინციპში. რა გინდა თქვენი мотиваცია რა არის? რა გინდათ უთხრათ ახლა ხელისუფლებას, რომელსაც არ ესმის იმ ხალხის, ვინც 30 დღეა ქუჩაში. დღეს არის ყველა ხელოვანი მოსული, ყველა დარგის წარმომადგენელი, აქ არიან მომღერლები, მუსიკოსები, მსახიობები, მოცეკვავეები. საქართველოს საერთოდ არის არტისტული ბუნების ხალხი ვართ ჩვენ ქართველები და ამიტომ ყველა გამოხატავს, ყველა ადამიანი გამოხატავს თავის პროტესტს, ყველა პროფესიის, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ამაღელვებელია, იმიტომ რომ დგანან ხელოვანები, რომელიც არ არიან პოლიტიკოსები, რომელსაც ტკივათ თავის ქვეყანა. პირველ რიგში არ შემიძლია არ აღნიშნოთ არ გავაპროტესტო ახალგაზრდა მსახიობების დაჭერა, განსაკუთრებით ანდრო ჭიჭინაძის, რომელიც გადაკავებული ყავთ დღეს და წარმოუდგენლად მიმაჩნია როგორ შევა ესეთი ძალადობა ახალგაზრდების მიმართ, განსაკუთრებით ხელოვანი ხალხის მიმართ და თან ხელოვანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია, ხანდახან პოლიტიკოსზე უფრო მნიშვნელოვანია ხელოვანის აზრი და დღეს მე მიხარია უამრავ ნიჭიერ ადამიანს ვხედავ ჩემს გარშემო, რომელიც გამოხატავს თავის დამოკიდებულებას თავის ქვეყნისთვის უნდა რასაკვირველია ევროპული მომავალი, რასაკვირველია ნათელი მომავალი და ბუნებრივია რომ უკვე ერთი თვეა პროტესტები გრძელდება, ალბათ გაგრძელდება კიდევ სანამ რაღაც გადაწყვეტილება არ მიიღებენ გადაწყვეტილებას და რაღაც არ შეიცვლება. მე ვარ ცვლილებების მომხრე, მე ვარ იმის მომხრე რომ ადამიანი პატრიოტი უნდა იყოს და ეცადოს თავის ქვეყნისთვის საუკეთესო გააკეთოს. იცით რა მინდა რომ ვკითხოთ, დაანონსებული არის სანქციები შტატებიდან. შეიძლება ეს იყოს ივანიშვილისთვის შემაფერხებელი და უკან დამხევი, რომ ჩანიშნოს ახალი არჩევნები. თქვენ თუ ელოდებით ამ სანქციებს, ძალიან მკაცრ გზავნილებს ვისმენთ ჩვენ შტატებიდან. კი, რა თქმა უნდა, ვისმენთ ძალიან მკაცრ გზავნილებს, ასევე მნიშვნელოვანი იქნება უკვე ალბათ ტრამპის ოფიციალური გაპრეზიდენტება და მისი ინოგურაციის შემდეგ ალბათ იქნება რაღაც უფრო მკაცრი გზავნილები. წესით ალბათ რაღაცნაირად უნდა იმოქმედოს ეს დღევანდელ ხელისუფლებაზე და ალბათ რაღაც არა მარტო ივანიშვილზე, ალბათ სხვებზეც გავრცელდება ეს ყველაფერი და არ ამგონია რომ ამ დონემდე მიიყვანონ ეს ყველაფერი და უფრო რაღაც შინაურულად გადაწყდეს ეს ყველაფერი და იყოს რაღაც შედეგი და მე დარწმუნებული ვარ რომ შედეგს მოიტანს ეს ხალხის პროტესტი ყოველდღიური თვეზე მეტია უკვე. შეიძლება ეს ძალიან მალე არ მოხდეს, მაგრამ ადრე თუ გვიან აუცილებლად მოხდება. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა რომ გაჩვენოთ ახლა რა ვითარება არის დიდ საკონცერტო დარბაზთან. ძალიან ბევრი ადამიანი არის, როგორც გითხარით, უკვე ქუჩაში გამოსული, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა მას შემდეგ, აი რამდენიმე წუთი მე მინდა რომ ჩავხედა, ხო? 9 საათია ჯერ გასული, 7-ზე იყო დაანონსებული ეს შეკრება და როგორც ჩანს ხალხი ჯერ ისევ მოდის. ნიაზ დიასამიძეს ხედავ და მასაც ვთხოვ რომ გავისაუბროთ. მოგესალმებით. მინდა რომ გკითხოთ დღევანდელი თქვენი სათქმელი რა არის? აქ მუსიკოსები, თქვენი მსმენელები, ყველანი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, კულტურის სფერო და მოცეკვავეებიც ნახეთ, აქ მსახიობებიც იკრიბებიან. რა გინდათ აი ამ პროტესტით გვითხრათ და ხელოვანების პროტესტი რას ძენს აი ამ დიდ ხელოვანებს მე არ გამოვყოფთ, იმიტომ რომ ეს არის საყოველთაო სახალხო ქართული პროტესტი, რომელიც ყოველ დღე იკრებს და იმატებს და ესე გაგრძელდება მე მგონი და თავარი ის არის რომ ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად აი ამ ძალადობის რაც ვნახეთ ახალგაზრდებზე, ჩვენ იმის ძალა გვაქვს რომ საკუთარ თავში სიმშვიდე ვიპოვოთ და კვლავ ჯიუტად, მაგრამ შვიდად მოვითხოვოთ უკეთესი საქართველო. აი ეს არის რა. ის პროცესები რომელიც ვითარდება, გაძლევთ იმედს რომ ცვლილებები მალე დადგება. ნუ მე ეგ მაძლევს ზუსტად იმედს კი არ მაძლევს, ეს ჩანს უბრალოდ. ეხა ვისაც არ უნდა დანახვა, მაინც მოუწევს დანახვა და ნუ რაც უფრო გვიან მოუწევს დანახვა, მით უარეს, მაგრამ
ყოველ შემთხვევაში აი ამ ხელა ტალღა რომელიც თან თვითონ გაჩნდა მართლა თვითონ გაჩნდა ხა კი უნდათ რომ რაღაცა უფროსები თუ ვიღაცები არ არსებობს უფროსი არის საქართველო დამთავრდა სიმღერით გაგაცილებთო ბანერზე ადრე წერია ხო თავი სათქმელია ეს არ ვიცი არა მთავარი სათქმელი გითხარით რაც არის რა ჩვენ გსურს თავისუფალი დამოუკიდებელი განვითარებული ევროპული საქართველო აი ეს არის მთავარი მიზანი და ამაზე კაი მიზანი მე სხვა ცხოვრებაში არ მქონია, ამიტომ არ ვიცი რა გითხრათ. ძალიან დიდი მადლობა. ეს მე გაჩვენებთ ახლა რა ვითარება არის მიმდებარე პერიმეტრზე, შემდეგ ცოტა ხნით დაგემშვიდობებით, მინდა რომ აი ეს ბანერიც ვაჩვენოთ, რომელიც აქ მოტანილი აქვს აქციის მონაწილეებს. ვაჩვენოთ ხო, ესა დიმას სიმღერით გაგაცილებთ. აი ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი სლოგანი დღეს ამ საპროტესტო მარშის, რომელიც სულ ცოტა გაიმართება აქ შეიძლება ითქვას რომ ნამდვილად ვარსკვლავთ სვენა ყველა ვინც გიყვართ ყველა ვისაც უსმენთ დღეს ქუჩაში დგას მე ხა ინტარაჭველიშვილს ვხედავ პატა ბურჭულაძეს მოკლედ ჩვენ მოგვიანებით ისევ დაგიბრუნდებით და მოგესმაინებთ ხობის პოზიციასაც სულ ცოტა ხანში დაიწყება მსვლელობის მონაწილეების ბოლო გაჩერება იქნება რუსთაველის გამზირი თუმცა მანამდე ისინი ჩავლენ გმირთა მოედანზე არსებობს ვარაუდი რომ ათონელის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან მივიდნენ ასევე გაჩერდებიან კონსერვატორიასთან, ოპერასთან. ჩვენ მოკლედ მოვლენების განვითარების შესაბამისად ისევ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დიდი მადლობა ნანუკა.